შოკოლადის ნაყინის გემო. შოკოლადის ნაყინის გემო აქვს. Tortis ხობის პროცესი არა, მაგრამ დეგუსტაციაზე მესწრება მარიამი. მოგეწონა? კი. ხოდა მარიამს რომ მოეწონა, მოდით ის ნამსხვარი მომამზადოთ. ნამსხვარიან ტორტი, შავი ტრიუფელის, დამდნარი ნაყინის გემოთი. შეგიძლიათ შოკოლადის პლომბირის გემოსაც შეადაროთ. მოკლედ, ძალიან მარტივად მზადდება, რამდენად რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ თავიდან. და გირჩევნიათ, რომ ვიდეო შეინახოთ. ფირფიტების მოსამზადებლად მიქსერიც კი არ გვჭირდება. ხელით გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ შესქელებული რძე, დამდნარი კარაქი, ცალკე ერთმანეთ შევურიოთ ფქვილი კაკაო გამაფხვიერებელი და გავაერთიანოთ ეს ორი მასა. მორჩა, ცომი მზად არის. საცხობ ქაღალდზე, ფაბის თავსახურით თებში თან საცხობი რკალი დავხაზოთ რკალები, შემდეგ ამოვაბრუნოთ ქაღალდი, თითო სოფრის კოვზი ცომი მოვათავსოთ თითო რკალზე და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში. ცხება წამებში, გრილდება წამებში ჩვეულებრივი ბისკვიტისგან განსხვავებით. ახლა კი მოვხარშოთ კრემი. ამ დროისთვის ყველა ჩემი საჭირო ქვაბი დაკავებული გახდათ და კრემის მოხარშვა კენვუდის მანქანა Cooking Chef XL-ში გადავწყვიტე. მიქსერის ჯამში მოვათავსე კვერცხი, შაქარი, სიმინდის სახამებელი და სამი სუფრის კოვზი რძე. კარგად გავთქვიფე, შემდეგ დავამატე რძე სრულად, შევცვალე მიქსერზე საცმი, ჩავრთე ინდუქცია და დაიწყო მიქსერმა კრემის მოხარშვა. კრემი რომ მოიხარშა, დავამატე შავი შოკოლადის ღილები და ჩვენი ვანილის კრემი გადაიქცა შოკოლადის კრემად. ცხელი კრემი გადამოგვსვა ჭურჭელში, ვაფარებ პარკს და ვაციებ ოთახის ტემპერატურამდე. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი გავთქვიფე ძალიან კარგად, დავამატე კაკაო, კიდევ გავთქვიფე და უკვე ვიწყებ სათითაო კოვზობით ჩვენი შოკოლადის კრემის დამატებას. გამოდის საოცრად არომატული ფაფუკი, გემრიელზე გემრიელი კრემი. უბრალოდ შეხედეთ. ავაწყოთ ჩვენი ტორტი, ფირფიტა კრემის პრინციპი. შემოვაკრათ საცხობი რკალი და მოვათავსოთ მაცივარში სტაბილიზაციისთვის. მეორე დღეს შემოვლესოთ მორჩენილი კრემით, მოვაფრქვიოთ კაკაო და გვერდებით დავადეკორიროთ კაკაოს ფხვნილით. გამოდის საკმაოდ ეფექტური და გემოვნურად ძალიან უხდება. ბოლოს კი რა თქმა უნდა მარწყვის სეზონია და გავაფორმე მარწყვით. დაუძახეთ მარიამისნაირ კუდრეჭებს და გაახარეთ თქვენი ნაშრომით.